კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. საქართველოს მორიგის საერთაშორისო აღიარება დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით ჩვენი ქვეყანა მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს და ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა დადებითად არის შეფასებული. არჩევნების პოზიტიური გავლენით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა ევროპის და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საუკეთესო სამეულშია უნგრეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. გლობალური აღქმის ინდექსით კი საქართველო ევროპის 20 საუკეთესო ქვეყანას შორისაა. ამ პუნქტში ყველაზე ცუდი შეფასება ევროპის მასშტაბით უკრაინას, რუმინეთს, რუსეთს, საფრანგეთს, სერბეთს და საბერძნეთს აქვს. დემოკრატიის აღქმის ინდექსით კი საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ გლობალურ რეიტინგში ევროკავშირი 47 ადგილზე გავიდა, ნატო 90-ზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი 118 პოზიციაზე. რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ პატრიარქის შიო მესამის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაზე შეფასებები კეთდება საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველი გუნდი ამ ყველაფრის უკან უცხო ძალების ინტერესს ხედავს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ რადიკალური ოპოზიცია ეკლესიის გარდა თავს ისხმის სარწმუნოების გარშემო გაერთიანებულ ქართულ საზოგადოებასაც, რადგან კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის მიუღებელია რელიგიითა და საერთო სულიერი ღირებულებებით გაერთიანებული ერი. მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა, იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს. და ეს გაერთიანება საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის მათთვის, ვინც ებზვის ჩვენ ქვეყანას შიგნიდან თუ გარედან. ასე რომ ეკლესიაზე შეტევა სწორედ ამ ბნელი, პრაგმატული პოლიტიკური მიზნით არის განპირობებული. ხედავთ ისევ ცდელობას სრულიად უსაგნოდ, სრულიად ზღვარს გადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, ეს მათ კიდევ ერთხელ ნიღაბს ხდის და აჩვენებს, რომ ეს ძალები მოქმედებენ როგორც საკუთარი სრულით, ასევე გარე ძალების დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეარყიონ სურთ ქართული ეკლესია, ქართული სულიერება, შემდგომ უკვე ისინი ასე ფიქრობენ, რომ მარტივად შეძლებენ საკუთარი დეგრადირებული დღესწესრიგის განხორციელებას. ისევ იგივე ნარატივს გამოხატავენ და დისკრედიტაცია მოახდინონ ჩვენი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტის, რაც არის დღეს საქართველოში, ჩვენი ეკლესია, ჩვენი რელიგია და ჩვენი სარწმუნოება, ხო? არ გამოუვათ ნამდვილად. ეს არის პირდაპირ დავალება, რომ საქართველოში დასუსტდეს ეს ინსტიტუტები, განსაკუთრებით ეკლესია და რელიგია, რომ ქართული ხალხი თითქოს ადვილად იყოს მართული მერე გარედან და ადვილად შეასრულონ მათი დავალებები. შეფასებების თემაა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შემუშავებული პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, საქართველოში დამარცხებული ზურაბიშვილი ახლა მხარდაჭერას უცხოეთს შეეძებს. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ დეზინფორმაციულ რეზოლუციას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს და მხოლოდ შანტაჟის პოლიტიკის გაგრძელებას ემსახურება. შეგახსენებთ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებისა და სანქციების მოთხოვნით საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რეზოლუცია მიიღო 577 კაციანი ასამბლეის ხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა რეზოლუციას მხარი, მათგან 68 წევრმა დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით საფრანგეთში, როდესაც საქმე ეხება საქართველოს თემას. მისმა ქარტიამ არ გაამართლა, მის გარშემო ოპოზიცია ვერ შეიკრიბა და კვლავ მიაშურა ევროპის დედაქალაქებს. რეზოლუციაც მიიღო კონკრეტულმა პარტიამ, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი არ იცვლება პროქსი ომში საქართველოს ჩართვა არის მთავარი ამოცანა. ესეც მორიგი შეტევა არის ჩვენი ქვეყნის მიმართ. თითქოს რაღაც შანტაჟის კამპანიის გაგრძელება არის. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს სამართლებრივი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაცხადებული ტექსტები, რაც ჩვენ არაერთგზის გვინახავს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი არის ამ იდეის, ამ რეზოლუციის თანაავტორი და შემქმნელი. ჩვენი ქვეყანა უნდა რომ რაღაც შარში გახვიოს, ასე ვთქვათ, უნდა რომ ვიზა ჩამოართვას, უნდა რომ ქართული ხალხი დასაჯოს.
პარლამენტი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს კანონპროექტს. პირველი მოსმენით ჯერ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, შემდეგ კი ინიციატივაზე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. ცვლილებების თანახმად სუსტდება გარდამავალი დებულება. კერძოდ 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს და აღნიშნული ცვლილებებიც ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო რეფორმას ახორციელებს დღეს ჩვენი სახელმწიფო და ამ რეფორმის ფარგლებში იმისთვის რომ არ დაზიანდეს არც ერთი მიმართულებით ჩვენი ახალგაზრდების როგორც ფინანსური მდგომარეობა, მათი სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება რომ შევიდეს კანონში ცვლილება და გარდამავალ პერიოდშიც დაფინანსდეს სტუდენტები. რა თქმა უნდა ხელშეუწყობს მათ პირველ რიგში იმისთვის რომ გააგრძელონ ცოდნისა და განათლების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების რეფორმაში დაჩქარებული სწორედ ამ კანონ პროექტის მიღება სტუდენტებისთვის ხელი შეეწყობათ, რა თქმა უნდა, ყველას და ის არის მნიშვნელოვანი, რომ განათლების სამინისტრო, განათლების მინისტრი, პრემიერი ნამდვილად ზრუნავს ამ საკითხზე, რომ ჩვენმა სტუდენტებმა გააგრძელონ და არანაირი შეფერხება და პრობლემა არ შექმნეს კანონში ცვლილებების შედეგად. გაგრძელდება დაფინანსება, ვინც 2025 წლის 17 დეკემბრამდე არის ჩარიცხული, მათ გაუგრძელდებათ დაფინანსება და ასევე იქნებათ საშუალება, რომ გააუმჯობესონ პირიქით. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა. კიბი მიქანაძე მათ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის განხორციელებაში გამორჩეული როლი აქვთ მშობლებს, შესაბამისად მათი ჩართულობა მიმდინარე პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღოთ. შეხვედრამ ძალიან საინტერესო ფორმატში ჩაიარა, რამე თუ გარდა ინფორმაციის გაზიარებისა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნა მოწოდებული მშობლების მხრიდან, გარკვეული წინადადებები, რომლებიც რა თქმა უნდა აქტუალურ განხილვას ექვემდებარება და რაც მთავარია, მშობლების მხრიდან დაფიქსირდა ის განწყობა და ის მზაობა, რაც რეფორმების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ მიდგომასთან არის დაკავშირებული. შეხვედრა ჰქონდა მარნეულის და გარდაბნის პედაგოგებთან და ასევე მშობლებთან. ჩვენ ვისაუბრეთ განათლების სფეროში სამომავლო რეფორმებზე და მომავალში დაგეგმილ გეგმებზე. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ყველა ის საკითხი, რაც განიხილა ბატონმა მინისტრმა, ძალიან საინტერესო იყო და წარმატებას ვუსურვებ ყველა პროგრამის და ყველა გეგმის განხორციელებაში. როგორ ვასწავლოთ მედია წიგნიერება კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბათუმში სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა სკოლებში მედია წიგნიერების სისტემური ინტეგრირების ხელშეწყობას და პედაგოგებში სწავლებასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. მაშინ როდესაც პროექტი საზოგადოებისთვის და ჩვენი შვილების პროექტი არის ბავშვის გადასახედიდან ამოსული სკოლაში მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან ზუსტად აღნიშნა, რომ ჩვენთვის არ არის მთავარი მოდერატორების. ეს არის უკვე მეოთხე კონფერენცია, ამჯერად ჩავატარეთ ქალაქ ბათუმში. რეგიონებიდან და თბილისის ქალაქებიდანაც რა თქმა უნდა იყო ჩამოსული არაერთი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის უკვე მედია წიგნიერებას, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება, იყო ძალიან საინტერესო დისკუსია და იმედი გვაქვს, რომ ის 300 სკოლა, რომელიც ამ სასწავლო წელს უკვე ასწავლის მედია წიგნიერებას, კიდევ უფრო გაიზრდება მათი რაოდენობა მომავალი სასწავლო წლისთვის. მედია წიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრაცია, როგორც არჩევითი საგნის შეტანა სკოლებში არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. უკვე 3 წელია ჩვენ ამ გზაზე ვართ და უკვე 300 სკოლა და 10,000-მდე მოსწავლე ირჩევს როგორც არჩევით საგანს მედია წიგნიერებას. მაშასადამე ჩვენ ნამდვილად გვაქვს პრეტენზია და გვინდა რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ ზუსტად იცოდეს რა არის სწორი ინფორმაცია, რა არის არასწორი, რა არის დეზინფორმაცია.
ზუგდიდში განმხურის ადმინისტრაციულ ერთეულში თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში კეთდება 1700 მეტრიანი საავტომობილო გზა. გზის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ უჩაშონაშიც, ჯამში 4 კილომეტრის სიგრძის. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელოს ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი გაეცნენ. განმხური არის დიდი ტურისტული პოტენციალიც მქონე სოფელი და დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურას. საჭიროა მოვაწყოთ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ამჯერად მიმდინარეობს გზის მშენებლობის პროექტი. ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩაშონაში მიმდინარეობს 3.5 კილომეტრამდე გზის მშენებლობა, ასევე არტერიული მნიშვნელობისაა, აკავშირებს რამდენიმე სოფელს ერთმანეთთან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ქობულეთის დიდ პოტენციალს, როგორც ტურიზმის, ისე სოფლად ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ამ კონტექსტში აგრარული სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქობულეთის ფიჭვნარში ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. აღინიშნა, რომ ზღვისპირა ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ქობულეთში განხილული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ქობულეთი მოგეხსენებათ არის ძალიან მნიშვნელოვანი კურორტი, არის ძალიან დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ ქობულეთი 4-ვე სეზონზე იყოს ჩართული სხვადასხვა პროცესებში. როცა ვსაუბრობთ რეგიონის განვითარებაზე და ტურიზმზე, აუცილებლად უნდა ფერხულში მიყვეს ინფრასტრუქტურა, გავიარეთ ის პროექტები, რაც დღეს შენდება ადგილობრივი რესურსებით, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. მაღალი ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემის მდგომარეობა ბოლო 10 წლეულებში მნიშვნელოვნად გაუარეს და რაც ძირითადად მავნებელი მწერის ბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივ გავრცელებას უკავშირდება. მავნებელთან ბრძოლის მნიშვნელოვანი მეთოდია სანიტარული ჭრები, რაც ტერიტორიიდან დაზიანებული ხეების დროულ გამოტანას გულისხმობს, რითაც მავნებლის გამრავლების წყარო მცირდება. ბეჭდავი ქერქიჭამიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. ასევე უახლოეს მომავალში დაიწყება ფერომონიანი მწერსაბჭერების განთავსება მწერის მონიტორინგისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ბეჭდავი ქერქიჭამია ამ რეგიონში ძალიან ბევრი წელია პრობლემას წარმოადგენს ნაძვნარების ხმობასთან დაკავშირებით და ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯების განხორციელებით უკვე გვაქვს სასიკეთო შედეგები და მავნებლის პოპულაცია არის მნიშვნელოვნად შემცირებული. უკრაინის ანტიკორუფციული სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ერმაკს ბრალი ორგანიზებული ჯგუფის წევრობაში ედება, რომელიც 460 მილიონი გრივნის დაახლოებით 10 მილიონი დოლარის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ზელენსკის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, თავად ერმაკი კი ბრალდებას უარყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა დონალდ ტრამპის განცხადებით სი ძინპინთან ირანის საკითხზე ექნება ხანგრძლივი საუბარი. ტრამპმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისი უპირველესი საზრუნავი ირანის ბირთვული პროექტების განეიტრალებაა, რაც შეეხება ნეგატიურ გავლენას ეკონომიკაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით ომის დასრულებისთანავე ნავთობის ფასი სწრაფად შემცირდება.
მას შემდეგ რაც დიდ ბრიტანეთში 4 მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ლეიბორისტული პარტიის დეპუტატები კირ სტარმერსაც გადადგომისკენ მოუწოდებენ. პრემიერის წასვლის მომხრე კანონმდებლების რიცხვი უკვე 80-მდე გაიზარდა. ამ წუთებში ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც 3 პირი დავაკავეთ, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის 2 წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი მოქალაქე. გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ შუამავლის მეშვეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10,000 ამერიკული დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლებამოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობის გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 1000 ლარი. საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთი მტკიცების სახით. მივმართავთ ყველა იმ მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება. მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისაგან. საგამოძიებო სამსახური და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოები განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას საქართველოში კორუფციული ფაქტების ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით. გმადლობთ ყურადღებისთვის. ძალიან კაი. კაჩხალი სენწამულიც მაგრამ. ხო, ბაზარი ნეროცა. დიარი ხინასვაც მოვაგერ. ძალიან გამომიწრეთ ის. აგერს მოვისით. თუ გინდა გადათვალეს, მაგრამ ძალიან გამოვიტანე იმასაც. თუ ვიღაცა მოვიდა, ეუბნები რომ ანუ მამილანი ხელადზე საუარ ბესოს სტოლები მოსა. ცოტა დამთავრდა. ესე იგი პრიმალზე, კაი, მირეკომე. ვინდა მოვიდა 24 საათი თანამშრომელი მე მაგას გავაფრთხილებ რომ ეზონას მისაწავლა გავფრთხილებ მე ხალხი მყავს და მიაქციეთ ყურად. ასე უმათი. ურასი. ესომასი. უხასი. უხასი. ექვსასი. შვიდასი. ეს იყო ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უწყებამ კორუფციის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ასეთი იყო ახალი ამბები, პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.